გიორგი გვიჩიანი და მთხოვა გადმომეცა მისი სიტყვები, აი მისგან მიმართვა გარდაცვლილის მამისადმი, რომელიც ტკივილსაც რა თქმა უნდა ჩვენ ვიზიარებთ, რომელსაც 2002 წელს ესეთი ახალგაზრდა და ყველანაირად გამორჩეული შვილი მოუკლეს. მაგრამ მას აინტერესებს ერთი კონკრეტული ფაქტი დაასახელოს ნოდარ ლომინაძემ, ერთი, არა ბევრი, როცა ამბობს სულტყვილოს, ერთი რა სად მოიტყუა ნოდარ გიორგი გვიჩიანმა, სად თქვა, რომელი ტყვილი თქვა. მეორე, მას აინტერესებს ერთი კონკრეტული მტკიცებულება წარმოადგინოს გარდაცვლილის მამამ, სადაც მტკიცდება, რომ გიორგი გვიჩიანი არის მკვლელობის შემკვეთი და მესამე რამ დაარწმუნა, აი ერთი რაიმე ან თუნდაც რამდენიმე ფაქტორი მან მოიყვანოს, სადაც ის იტყვის და საზოგადოებისათვის დამაჯერებელს გახდის, რომ მის არის ასე დარწმუნებული, რომ გიორგი გვიჩიანი არის მკვლელი. საქმე ის გახლავთ, რომ სასამართლოს მიმდინარეობის პერიოდში, როდესაც გამოიკვეთა ფაქტები, აშკარა ფაქტები, რომლებიც სრულიად შეუსაბამოს ხდიდნენ იმ ბრალდებას, რეალობასთან, რაც იყო, იმიტომ რომ ერთ-ერთი ვითომ მკვლელობის შემსრულებელი ნიკა ჩემია, უბრალოდ ფიზიკურად არ იყო თბილისში იმ დროს, როდესაც მას აბრალებენ, რომ თითქოს უთვალთვალებდა ნიკა ლომინაძეს წინა დღეებში, წინა კვირეებში, ის იმ დროს გერმანიაში იყო, არსებობს საზღვრის გადაკვეთა, გადმოკვეთის, როდესაც ის თბილისში იყო, ნიკა ლომინაძე არ იყო თბილისში, ის ვენესუელაში იყო ერთი თვის განმავლობაში, პასპორტში ჩარტყმული შტამპები არის, ხშირად და ნიკა ჩემიას და ნიკა ლომინაძესაც თავის სამსახურებრივი მდგომარეობის გამო საზღვარგარეთ ყოფნა და მოხდა ისე, რომ როდესაც ეს სასამართლოზე გამოჩნდა, ძალიან დაიბნა გამოძიება და თვითონ მისმა გარდაცვლილის დედამ თავის მეუღლეს უთხრა, მაშინ გამოდის, რომ ესენი არ ყოფილანო, არ ვიციო, ადგა ნოდარ ლომინაძე გაბრაზებული და გავიდა და უკან გაეკიდა მას პროკურორი ხვადაგიანი, ანზორ ხვადაგიანი, რომელსაც ნახევარი საათის თუ 1 საათს მოლაპარაკება და დარწმუნება დაჭერდა მისთვის, რომ უკან შემოებრუნებინა. ნოდარ ლომინაძემ უარი თქვა ადვოკატზე, რატომ თქვა უარი ადვოკატზე, რომელიც სამართლებრივად განუმარტავდა მას, რაც ხდებოდა ყველაფერი. ეს არის დეტალები, რომლებზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, მე პირადად ვისაუბრებ, რა შეუსაბამობები იყო თვითონ ნიკა ჩემია მანქანების ვაჭრობით იყო დაკავებული გერმანიდან ჩამოყავდა თბილისში, ყიდდა, მიდიოდა ისევ და ამიტომ უწევდა ხშირად საზღვარგარეთ ყოფნა. ამ ყველაფერზე, დეტალებზე, შეუსაბამობებზე და სატელეფონო ანძების მონაცემებზე თუ იმ დროს სად იყო ნიკა ჩემია და ასე შემდეგ და სრულიად მოტივის არარსებობაზე, რატო უნდა მოეკლა გიორგი გვიჩიანს თავისი თანამშრომელი, რომელსაც $1000 მისცა პრემია 12 დღით ადრე ამ მკვლელობამდე და მოტივი მოიყვანეს, რომ თურმე ნიკა ლომინაძე რაღაცა ფინანსური დარღვევები აღმოუჩინა მას და ცუდად ჰქონდა საქმეო გვიჩიანსო და ეს არისო მოტივიო. ფინანსური დარღვევების აღმომჩენ ადამიანს $10,000 აძლევენ პრემიას, ის ადამიანი, რომელიც თურმე უპირებს დაჭერინებას. უამრავი ასეთი მაგალითია, მაგრამ ეხლა მე გადავცემ სიტყვას ქალბატონ ირმას, იგი მოგახსენებთ თავის მოსაზრებას და მე ისევ მე შევეცდები, რომ აი ამ შეუსაბამობებზე დეტალურად გესაუბროთ. მოიწეს. ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც ასევე მას უშუალოდ მკვლელობის შემსრულებელი არანაირ. როგორც ბრალდება ამბობს. კი ბატონო. მოგესალმებით, ასევე მადლობას მოგახსენებთ, რომ მოგბრძანდით, ვინაიდან ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში დაგროვდა ძალიან ბევრი ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორიც არის გვიჩიანის, აფრასიძის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის, გირგვლიანის, ეს არის ის საქმეები, რომელმა საქმეებმაც საქართველოს სინამდვილე უნდა შეცვალოს. უნდა შეცვალოს ის მიდგომები, რომელი მიდგომებიც აქამდე საქართველოში არსებობდა და უნდა შეცვალოს ის მიდგომები, რა მიდგომებიც აქამდე ძალოვნებს და ასევე სასამართლოს ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი არის საზოგადოების მაღალი ინტერესი ამ საქმეებზე და რომ არა საზოგადოების მაღალი ინტერესი, აქ არის უფრო მეტი და მნიშვნელოვანი ის გარემოება, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამ საქმეების გამო არის საპატიმროში უადო თავისუფლება აღკვეთილი.
ბატონმა გელამ დაიწყო და მე გავაგრძელებ ბატონი ნიკა ლომინაძის მამის გუშინდელ განცხადებებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბატონი გია, როგორც ბატონმა გელამ ბრძანა, კატეგორიულად მოითხოვს, რომ მან თუნდაც ერთი ტყუილი გამოაქვეყნოს, რომელიც მის ხელთ არსებობს, თუნდაც საქმეში თუ მოიძებნება ესეთი, თუნდაც საერთოდ პირად ცხოვრებაში თუ კი მოიძებნა, სადაც მან ოდესღაც რაიმე სახით ტყუილი განაცხადა. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბატონი ლომინაძის მამა შეეხო ქალბატონ წულუკიანს. ქალბატონ წულუკიანს ბუნებრივია ჩემი დაცვა ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქალბატონი წულუკიანი წლების განმავლობაში მუშაობდა ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოში. ასევე თქვენთვის არის ცნობილი, რომ ჩვენს მიერ აღნიშნული საჩივარი გია გვიჩიანის გაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოში და აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ქალბატონი წულუკიანი აღნიშნულ საჩივარს იცნობს, მან ძალიან კარგად იცის თუ რაოდენ არის დასაბუთებული და ძალიან კარგად იცის, რომ სახელმწიფო აღნიშნულ პროცესს წააგებს. ანუ მისი ინტერესი უკვე მინისტრის რანგში აბსოლუტურად თავისუფლად და ბუნებრივად ასახსნელია, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო დღეს დგას მრავალი საქმის წაგების წინაშე. ამიტომ ქალბატონ წულუკიანს ეს ჩვენი დამოკიდებულება და პოზიცია არის, რამენაირად სურს გამოასწოროს სახელმწიფოს შიგნით, ვინაიდან არ წამოვიდეს ევროპული სასამართლოდან ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, როგორიც არის მაგალითად გიუგლიანის გადაწყვეტილება. როდესაც ბატონი ლომინაძის მამა ბრძანებს იმას, რომ მას არც ერთი სიტყვა არ შეერა, არც წულუკიანის და არც გია გვიჩიანის, ჩვენ მაშინ მისი არ გვჯერა და რატომ ეხლავე გეტყვით. იმიტომ, რომ ის არ დაგვეთანხმა პროცესების მიმდინარეობისას ისეთი მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობის მოთხოვნის დროს დაცვას, რომლების დაკითხვის შემთხვევაშიც აბსოლუტურად ნათელი მოეფინებოდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და როგორც ოჯახი, ასევე ყველა დარწმუნდებოდა თუ ვინ იყო რეალური მკვლელი. რატომ და იმიტომ, რომ ბატონ ლომინაძეს აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ჯერა ისეთი მოსამართლის, როგორიც არის გიგიტაშვილმა და რომელმაც განაჩენში პირდაპირ ჩაწერა, რომ თურმე ძვლის ბუნებრივი მდგომარეობაა, ის რომ ძვალი იწელება და შემდგომ იკუმშება. მან ეს პირდაპირ ჩაწერა განაჩენში, მას შემდეგ რაც განაცხადა, რომ ექსპერტები არიან არაკომპეტენტურები, მათ თურმე არ იციან, რომ არ შეიძლება ტყვის გულამ დატოვოს მასზე პატარა დაზიანება ძვალზე. ძალიან მოკლედ დაგიხსნით რაზეა საუბარი. ბატონ ნიკა ლომინაძეს ჰქონდა ერთი შემავალი ჭრილობა შუბლის არეში, ამოღებული ტყვის გულა არის იმაზე პატარა, ვიდრე მას აქვს დაზიანება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს მიერ დაკითხული იქნა რამოდენიმე მოწმე, რომლებმაც ცალსახად განაცხადეს, რომ კატეგორიულად არ შეიძლება ტყვის გულამ დატოვოს მასზე პატარა დაზიანება. მით უფრო საქმის მასალები დადგენილად არის მიჩნეული, რომ ლომინაძეს ჰქონდა ახლო მანძილიდან სროლა განხორციელებული. ასევე ექსპერტებმა განმარტეს, რომ მით უმეტეს, როდესაც ახლო მანძილიდან არის ნასროლი, მაშინ უფრო დიდი ზომის ჭრილობას ტოვებს და მას ასევე აქვს ბზარები იმაზე ძვალზე. ქალბატონმა მოსამართლემ ეს ჩაწერა და ბატონმა ლომინაძის მამამ გაიზიარა. ასევე რატომ? იმიტომ, რომ პროკურატურის ზეწოლის შედეგად ოჯახს უარი ათქმევინეს ქალბატონ ლალი აფციაურის მომსახურებაზე. ქალბატონი ლალი აფციაური ოჯახმა დაიქირავა, როგორც ადვოკატი. ქალბატონი ლალი როგორც კი გაეცნო საქმის მასალებს, მას ჰქონდა კონსულტაცია ოჯახთან და მან პირდაპირ უთხრა, რომ ამ საქმეში ყველაფერი ისე არ არის, როგორც თქვენ გონიათ და როგორც პროკურატურა ამბობსო, როგორც კი ეს პროკურატურამ გაიგო, მეორე დღესვე უარი ათქმევინეს ოჯახს ქალბატონი ლალის მომსახურებაზე. რატომ? იმიტომ, რომ გია გვიჩიანს არ ქონდა არანაირი მოტივი, რატომ შეიძლება შეეკეთა ნიკა ლომინაძის მკვლელობა. მოტივი მკვლელობის დროს ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ კი არ არსებობს მოტივი, ესე იგი რატომ უნდა მოკლას ადამიანმა მეორე ადამიანი, ან რატომ უნდა შეუკვეთოს მეორე ადამიანის მკვლელობა. რატომ? იმიტომ, რომ მას უკვე ეჭვი ეპარება ნამდვილად, რომ გია გვიჩიანი არ არის დამნაშავე და გეტყვით რატომ? მან განაცხადა და მიმართა ქალბატონ თეა წულუკიანს, რომ ჯერო დაიჭირონო სხვა მკვლელობიო და მერე გამოუშვან გია გვიჩიანო. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მას სადღაც ეპარება ეჭვი იმაში, რომ შესაძლებელია გია გვიჩიანი არ იყოს მკვლელი. ის რომ გია გვიჩიანი მკვლელი არ არის, ამას ადასტურებს სიცხე სამართლის საქმის მთელი 13 ტომიანი მასალა. ის რომ გია გვიჩიანს არანაირი შეკვეთა
არ შეკვეთა არ მიუცია, ამას ადასტურებდნენ საქმეზე დაკითხული ყველა მოწმე აბსოლუტურად. ამ საქმეში არსებობს ერთადერთი მოწმე, რომელიც არის ასევე გვიჩიანი, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში არ იმყოფება და რომელთანაც ასევე აბსოლუტურად კანონის სრული იგნორირებით გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება კანონმდებლობის გვერდისავლით. რაც ნოდარ გვიჩიანს გულისხმობთ. ის იყო მსჯავრდებული მაშინ, როდესაც მან მისცა აღიარებითი ჩვენება და თითქოს და გაახსნევინა მათ აღნიშნული საქმე, ხოლო მასთან გააფორმეს საპროცესო შეთანხმება მაშინ, როდესაც არის პირდაპირ დათქმა. თუ კი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ანუ განაჩენით, ვინმეს გაუფორმებს, ანუ პროკურატურა თუ გაუფორმებს მსჯავრდებულ საპროცესო შეთანხმებას, ამის ერთადერთი უფლება გააჩნდა საქართველოს გენერალურ პროკურორს. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა მინდობილობა მისცა პროკურორს და ამ მინდობილობის საფუძველზე იქნა გაფორმებული მასთან საპროცესო შეთანხმება. ანუ საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია როგორც მანქანა გაასხვისო, ან თქვა სახლი გაასხვისო, დაახლოებით ისე ექცეოდნენ ეს ადამიანები სხვა ადამიანების ბედს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის განცხადება, რომელი განცხადებაც ბატონი ადეიშვილი. ძალიან მნიშვნელოვანია ის განცხადება, რომელი განცხადებაც გააკეთა საქართველოს მთავარმა პროკურორმა, დაახლოებით პროკურატურის წარმომადგენელმა ბატონმა დავით ნიკოლაიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ აღმოჩენილი იქნა საზედამხედველო საქმეში გადამალული დნმ-ის პასუხები. ეს ის დნმ-ის პასუხებია, რომლებსაც წლების განმავლობაში დაცვა ითხოვდა, რომ წარმოედგინა ბატონ ხვადაგიანს პროცესზე, მაგრამ ბატონი ხვადაგიანის მხრიდან აღნიშნული დნმ-ის ანალიზი არ იქნა წარმოდგენილი და ჩვენ შორს ავართ. ეს დნმ საქართველოში დნმ-ის ანალიზი საქართველოში. არა, ეს არის ამერიკაში ჩატარებული დნმ-ის ანალიზი, რომელიც ყირაზე აყენებდა ამ საქმეს, როგორც მაშინ თუ კი წარმოადგენდნენ და როგორც ეხლა. დნმ-ის ეხლა ვიცით პასუხები და სწორედ ეს დნმ-ის პასუხი გახდა ახლად გამოვლენილი შუამდგომლობის შეტანის საფუძველი სააპელაციო სასამართლოში და ჩვენ მოვითხოვთ, რომ განახლდეს აღნიშნულ საქმეზე გამოძიება და გამოძიების განახლების შემდგომ ჩვენ ბუნებრივია მოვითხოვთ გია გვიჩიანისა და ასევე ჩემნიას გათავისუფლებას. არა, დნმ-ის ანალიზი ჩატარებული იყო რამოდენიმე სხვადასხვა საგანთან დაკავშირებით. აქ იყო ნერწყვზე საუბარი, იყო სიგარეტის ნამწვავებზე საუბარი, თითის ანაბეჭდებზე და ასე შემდეგ. მათ ჩადეს ისეთი პასუხი, რომელიც არც დაცვისთვის იყო სასარგებლო და არც ბრალდებისთვის, რომელიც არაფრის მომცემი არ იყო. ხოლო დამალეს რომელიც ჩადეს, ბატონგელა იმ დნმ-ის ანალიზში თუ გნებავთ, თქვენ გაეცით ამაზე პასუხი დეტალურად? მოგახსენებთ დნმ-ის ანალიზთან დაკავშირებით. მოგახსენებთ. შემთხვევის ადგილზე, მკვლელობის ადგილზე აღმოჩნდა მოწეული სიგარეტი, ორი მოწეული სიგარეტი, ერთ-ერთი დადგინდა, რომ ერთი სიგარეტი მოწეულია ორი კაცის მიერ, ორი ადამიანის ნერწყვი იყო აღმოჩენილი. აღმოჩნდა თმის ღერი მოკლული ტანსაცმელზე და აღმოჩნდა სკოტჩი, რომელზეც იყო სკოტჩით ჰქონდა ხელები და ფეხები შეკრული გარდაცვლილს, რომელზეც იყო თითების ანაბეჭდები. აი ამ სამივეზე ჩატარდა დნმ-ის ანალიზი, მაშინ საქართველოში ეს არ ტარდებოდა და ამერიკის ფედერალური ბიუროს გამოძიებამ ჩაატარა, ვინაიდან მოგეხსენება თელასი ამერიკული კომპანია იყო და ეგ სხვადასხვა ეჭვები არსებობდა, რაღაცა პოლიტიკური ნიშნით ხო არ მოხდა ეს მკვლელობა და მაშინ წელიწად ნახევრის განმავლობაში დაცვის მხარე პირველ ინსტანციის სასამართლოში მე არ ვიყავი და სააპელაციო სასამართლოში ჩავერთე, მაგრამ ჩემი კოლეგა ადვოკატები პირველ ინსტანციიდან დაწყებული, რადგან 6 იანვარს დაინიშნა დნმ-ის ანალიზი. 6 იანვრის შემდეგ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მოითხოვდა დაცვის მხარე, რომ მოგვეცით დნმ-ის ანალიზის პასუხი. ისინი ამბობდნენ, არ მოსულა, სააპელაციო სასამართლოში დავაყენეთ ჩვენ განმეორებით, რომ მოგვეცით დნმ-ის ანალიზის პასუხი და როდესაც მოსამართლემ დაავალა პროკურორ ხვადაგიანს, მან მოიტანა წელიწად ნახევრის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ ნერწყვის ანალიზის პასუხი. სადაც ამბობდნენ, რომ ნერწყვის ანალიზის მიხედვით არც ჩემიასი აღმოჩნდა ეს დნმ-ის ანალიზი და არც ხერკელაძეს.
განაჩენის მიხედვით ჩემია და ხერკელაძე არიან შემსრულებლები. თითქოს ისინი იყვნენ ოთახში მკვლელობის დროს და თითქოს ჩემია მესროლა და ეს ხერკელაძე ეხმარებოდა. დანარჩენი თმისღერი და თითების ანაბეჭდი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, იმაზე შეიძლება ეთქვათ, რომ აიცით რა მკვლელობის შემდეგ იქ მივიდა ხალხი და შეიძლება ვიღაც გამომძიებელმა მოწია ეს სიგარეტი. თვითონ ლომინაძის მოწეული არ აღმოჩნდა. აი სწორედ თმისღერის ანალიზი დამალეს, სწორედ თითების ანაბეჭდის ანალიზი დამალეს, სადაც თურმე ეწერა, ჩვენ ამას ვეჭობდით და ამიტომ ვითხოვდით, რომ კატეგორიულად გამორიცხულია, რომ ან თმისღერი ან თითების ანაბეჭდი ეკუთვნოდეს ან ხერკელაძეს ან ჩემიას. ანუ დნმ-ის ანალიზმა გამორიცხა ამ ორი პიროვნების ყოფნა იმ ოთახში. აი ეს მნიშვნელობა ქონდა დნმ-ის ანალიზს. ახლა რაც შეეხება ნოდარ გვიჩიანი ახსენა ქალბატონმა ირმამ და მე მინდა გითხრათ რა პერიოდში ხდება ეს ყველაფერი. ახალი შემოსულია ეგრეთ წოდებული საპროცესო შეთანხმება, ეუბნებიან პატიმრებს, წახალისებულია რომ ოღონდ თქვენ გაგვახსნევინეთ რაიმე მნიშვნელოვანი საქმე და ჩვენ თქვენ გაგიშვებთ. ისარგებლა ამით 5ჯერ თუ 6ჯერ ნასამართლებმა ნოდარ გვიჩიანმა, რომელიც გახსოვთ მანამდე ფიგურირებდა კალაძის გაკტაცების საქმეში, აფრასიძეების საქმე, ბევრ საქმეში, რომლის ჩვენებებიდან ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა იმ საქმეებში და მოიგონა ისტორია, რომ თითქოს ის იცნობდა მართლაც იცნობდა, მოგვარე იყო, მაგრამ არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა. 3 ივლისს გამოვიდა ბოლო სასჯელიდან გათავისუფლდა 2005 წელს. უკაცრავად 2002 წელს გათავისუფლდა მიდან სასჯელიდან, ბოლო სასჯელიდან ნოდარ გვიჩიანი ძირითადად ნარკოტიკებზე იყო ხოლმე ნარკოტიკებით ვაჭრობაზე დაპატიმრებული და დააპატიმრეს 10 ნოემბერს. აი 3 ივლისიდან 10 ნოემბრამდე პერიოდში მოხდა 13 აგვისტოს მკვლელობა. თითქოს გამოსულ ციხიდან გამოსულს თხოვა გია გვიჩიანმა მას მკვლელობა შეუკვეთა და თითქოს მან თავის 3 მეგობარს სულ $20,000 გადაუხადა თითქოს და 3 მეგობარს პაპაჩაშვილს, ხერკელაძეს და ჩემიას დაავალა ამის შესრულება. და თითქოს ამ 3 ადამიანმა შეასრულა ეს მკვლელობა. ეხლა რატო იყო დამაჯერებელი მაინც და მაინც ამ 3 ადამიანის მიერ მკვლელობის შესრულება? ეს გაგახსენებთ, მკვლელობა მოხდა ლომინაძის 2002 წელს, მანამდე დაიჭირეს ერთი ადამიანი 6 თვის შემდეგ, ვინმე დავით მჭედლიძე, დაცვის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც დამტკიცდა, რომ ექსპერტიზამ დაამტკიცა ანალიზმა, რომ მისი იარაღიდან არის გასროლილი ეს ტყვია და 6 თვის განმავლობაში ის ყავდათ დაპატიმრებული და მერე დნმ-ის ანალიზი მოვიდა პასუხი ამერიკიდან და თქვა ამ ანალიზის პასუხმა, რომ ეს ამ კაცის არ არის. ეს კაცი არ არის ნამყოფი ამ ოთახში და გაათავისუფლეს. აი სწორედ იგივე ანალიზის პასუხის შედეგად რო არ გაეთავისუფლებინათ ეს ორი ადამიანი, ამიტომ დამალეს, ეხლა მე დნმ-ის იმას დაუბრუნდი. მაგრამ საქმის მასალების მიხედვით გვიჩიანმა, ნოდარ გვიჩიანმა აი ამ 3 პიროვნებას, რომელიც ჩამოთვალე ამ სამპეროვნებას თქვა, რომ 97 წელსიო 2005-ში რო დაიჭერეს 1997 წელს ამ 3 ადამიანმა ჩემთან ერთად განახორციელაო თურქი ბიზნესმენის დაყაჩაღება, ვიღაც ბიზნესმენის და მისი მკვლელობაო წინააღმდეგობის გაწევის დროს ის შემოგვაკვდაო. ეს ფაქტები მართლაც გამოძიებამ დაადასტურა, იქ მოწმეებიც ყავდათ დასასტურებული, ახლა კონკრეტულად ვის რა როლი ქონდა იქ მეორე ამბავია, ჩემი დღემდე არა აქ ის აღიარებული, მაგრამ ფაქტია, რომ მტკიცებულებები იმ საქმეში არსებობდა. ანუ თუ ის ადამიანი მართლაც 97 წელს მოკლეს იმათ, ესე იგი ესენი არიან შემსრულებლები მკვლელობის, თუ 2002-ში რატო არ მოკლავდნენ და გამოძიება მართლაც აი ამ გზით წავიდა. ეს ადამიანები ხერხულაძე ჩემია, ამ თურქი ბიზნესმენის პოლიტიკის მაშინ რა შესაძლებელი მოიხადეს? არ იყო გახსნილი ეს საქმე. 2005-ში გაახსნილი. ის გამოც ეხლა თქვა არა აქვს მისჯილი აქვთ, კი, რა თქმა უნდა, მათ მისჯილი აქვთ. და როდესაც აიღეს მათი ნიმუშები, მათ შორის და დააკავშირეს გიორგი გვიჩიანთან, გიორგი ისინი დააპატიმრეს 2005 წლის დეკემბერში და ელოდებოდნენ დნმ-ის ანალიზის პასუხს, რომ თუ გამართლდებოდა ეს პასუხი და იტყოდა, რომ ხერკელაძე და ჩემიასი ნამდვილად არის, მერე დააპატიმრებდნენ გია გვიჩიანსაც, ესე იგი სწორი იყო. მაგრამ ვინაიდან 6 მარტს მოხდა შემთხვევა, როდესაც
იძულებული იყო ხელისუფლება დაეპატიმრებინა გირგვლიანის მკვლელები და ამაზე ატყდა ძალიან დიდი აჟიოტაჟი, გადაფარვის მიზნით მათ იჩქარეს, აღარ დაელოდნენ დნმ-ის პასუხს და 7 მარტს ესე დიდი სატელევიზიო დაპატიმრება მოაწყეს, რომ გადაეფარათ ეს, დააპატიმრეს გია გუჩიანი თავის კაბინეტში და პასუხი მოვიდა მხოლოდ 31 მარტს. 31 მარტის მერე უკვე მათთვის ცნობილი გახდა, რომ არაფერ შუაშია გია გუჩიანი და ეუბნებიან როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და ეუბნებიან მოდი იგნაციო ირიბარენს დააბრალე. იგნაციო ირიბარენი ის იყო, რა ქვია, ეს-თელასის ხელმძღვანელი და უკვე წასული იყო ვენესუელაში, მას იქიდან მაინც არავინ წამოიყვანსო, ვითომ შენც იმისი სახარო, რა ქვია, გამტარი და არა შემკვეთიო. მოდი მერე უთხრეს სააპელაციო სასამართლოს დროს ირაკლი ოქრუაშვილს დააბრალე. ხელისუფლება ვეღარ გამოვიდა ამ სიტუაციიდან და ნოდარ გუჩიანი დაკითხა 8 ჯერ არის სხვადასხვა დროს დაკითხული ნოდარ გუჩიანი და რატო არის 8 ჯერო? მისი ყველა ჩვენება რაღაცას იტყო და არ ემთხვეოდა რაღაცა მომენტს. კიდე იტყო და რაღაცას არ ემთხვეოდა. ამ საქმეზე არის ორი გარდაცვლილი. ერთი ნოდარ გუჩიანის ძმა ნუგზარ გუჩიანი, რომელიც ერთ-ერთი მოწმე იყო, რომ თითქოს გია გუჩიანი მასთან რაღაცა იმაში იყო, რაღაც დაავალა და ისენერება მოაწყო თითქოს საკუთარ თავზე თავდასხმის და ნუგზარ გუჩიანი ნახეს სასამართლოს მიმდინარეობის დროს, როდესაც გიორგი გუჩიანი სასამართლო მიმდინარეობდა, რუსთავის მეექვსე საპრობილეში ჩამომხჩვალე. ჩამოახჩეს, თავი ჩამოიხჩო. ითვლება რომ ჩამოახჩეს. მეორე მსხვერპლი დავით კეკუა, პოლიციის მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა და ტყუის გულა, სად არის გულა ეუბნება და არა გამომძიებლები ისინი ეუბნებიან, ვინც იქ ათვალიერებდა, რომ დავლუქეთო ყველაფერი და არ იყო. როგორ არ იყო, რას ქვია, გახსენით აბა ეს ლუკე. გახსნეს და ბალისი, რომელზეც თავი ედო ამას, დაბერტყა თითქოს თუ ნამდვილად ღმერთმა იცის, დაბერტყა მან და გადმოვარდა ტყუის გულა. აი ეს ტყუის გულა, რომელზეც თქვენს რომ იმ ჭედლძის იარაღიდან არის გასროლილი. დალუქეს შემდეგ რამდენიმე წლის ჩვენ ვითხოვდით კეკუას დაკითხვას. არ მოიყვანეს სასამართლოზე. შემდეგ კეკუა დააპატიმრეს მეშვიდე საპყრობილეში, თავი ჩამოიხჩო თუ ჩამოახჩვეს, ეს მეორე მსხვერპლი. ამასთან, ანუ ყველა მოწმე, რომელსაც რაღაცა შეეძლო ეთქვა, პრაქტიკულად ბუნდოვან ვითარებაში იყო გარდაცვლილი. დღეს ხერკელაძეც გარდაცვლილია. რჩება რა? აი კონკრეტულ მაგალითს ვიტყვი ერთს. როდესაც ნოდარ გუჩიანს ეკითხებიან, რა გითხრაო, აი რატო რა მინდაო ამისგანო, რატო უნდა მოვკლათო? ესე მითხრაო, რომ რაღაცა საბუთები აქო მაგასაო, ჩემიო და ის წამოიღეთ სახლიდანო. შედიან ახლა ნიკა ლომინაძის სახლში და სად არის გუჩიანის საბუთებიო? და როდესაც დაკითხვაზე ადვოკატი ეკითხება სასამართლოში, რომ რო არ ეთქვაო, ისა რო ეთქვაო, რომ სახლში არა მაქვს, ან მანქანაში მაქვს, რას იზავდითო? დაიბნა საერთოდ ეს ჩვენების მიმცემი ხერკელაძე და თქვა ცუდად ვარო ძალიან შესვენება გამოაცხადეთო. შესვენების არ ეყო ამას და გადადეს სასამართლოს ხდომა, მომდევან ხდომაზე მოვიდა თქვა, ამასო ჩემია გადაწყვეტ და რა უნდა ეკნათო და რა ეწერა იქ იცითო, არ ვიცითო. სად გაიგეო შენო ეკითხებიან რომ მკვლელობა მოხდაო ნოდარ გუჩიანს. ისე უნება მივედიო მე პაპაჩაშვილთან და იმასთანო სახშიო დაურეკეო ჩამოვიდნენ და მითხრესო. როდესაც აღმოჩნდა რომ იმ დროს ის ბათუმშია ტელეფონის ანძების მიხედვით, ხო არა ბათუმში გავიგეო, ვინ გაგაგებინაო? კურიერიდან გავიგეო. კურიერიდან გაიგეო, ხო? მერე აღმოჩნდა რომ კურიერმა როდის გაიგე 13-შიო, იმიტომ რომ 13-ში გამთენიისას მოხდა ეს მკვლელობა. არა და მერე კი არ დადგინეთ თვითონ ხო არ იცოდა ეს დეტალები. მერე ეუბნებიან 13-ში როგორ გაიგე შენ 14-ში გადმოსცა კურიერმა, იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში არ იცოდნენ გვამი აღმოჩნდა 14-ში და დილით 13-სა და 14-ში ერთი დღე ეძებდნენ სად იყო ოჯახში არავინ არ ემყოფებოდა. ხო არაო ნიკა ჩემიამ გამაგებინაო, ნიკა ჩემიამ როდის გაგაგებინაო? ნიკა ჩემია გადასულია 13-ში იმაში თურქეთში უკვე და ნიკა ჩემია ტელეფონზე მისი ტელეფონის ჩანაწერებით 8 საათსა და 27 წუთზე არის უკვე ვაგზალზე მიდის ბათუმის გავლით თურქეთში მორიგი მანქანის ჩამოსაყვანად და არა და 8 საათ 7:30-დან უბრალოდ 8:30-დან 9:30-მდე პერიოდში ხდება მკვლელობა, იმიტომ რომ გამოძიებამ ესე დაადგინა, ჩაცმული იყო უკვე ნიკა ლომინაძე და ყოველთვის 8 საათზე გადიოდა სახლიდან. და 8 საათზე თუ გადიოდა ფიზიკურად როგორ მოასწრებდა ნიკა ჩემია იქ მისვლას, მკვლელობის ჩადენას, შემდეგ ცოლშვილთან ერთად
ვაგზალზე მისვლას და ვაგზლიდან მერე წასვლას ბათუმში. სხვებთან ერთად, რომლებიც ადასტურებენ, რომ ის ვაგზალზე მათთან ერთად იყო და ბათუმში მათთან ერთად იმგზავრა. უამრავი ასეთი ის არის. ეხლა მე ყველას ვერ მოვიტან. სასამართლოში გუშინ ჩვენ შევიტანეთ შუამდგომლობა რომ ახლად გამოვლენილი გარემო 310-312 მუხლების სისხლის საფრთხის კოდექსი ამას ითვალისწინებს რომ ახლად თუ გამოვლინდა რაღაც გარემოება ხელახლა უნდა ჩატარდეს სასამართლო განხილვა სააპელაციო სასამართლოს. 2 კვირის ვადაში მოგახსენებთ 2 კვირის ვადაში სააპელაციოში 2 კვირის ვადაში კანონის მიხედვით სასამართლომ უნდა გვიპასუხოს თulis თუ არა ამას ახლად გამოვლენილ გარემოებას და მე მეც გეტყვით გამაოცა ნოდარ ლომინაძის განცხადება მე არ მინდაო არ მაინტერესებს ახალი განხილვა სწორედ იმიტომ რაც ქალბატონმა ირმამ თქვა რომ არ დადასტურდეს რომ ეს ადამიანები უდანაშაულები არიან შინაგანად შეიძლება ჩვენ გაუგოთ მას რომ მაშინ გამოდის რომ მისი შვილის მკვლელი არ არის დასჯილი ეს საერთოდ ეს არის დაზარალებული ფსიქოლოგია მე ბევრთან მქონია აბა მაშინ ვინ ვიღაცა ხო უნდა დაისავე მაშინ სხვა დაიჭირონ და ეხლა ეს დაჭერილია და ამაზე რო თქვან არ არის ეს მკვლელი ეს ნიშნავს მთელი მისი აი ამ ფსიქოლოგიური კონსტრუქციის დარღვევას რაც ამ წლების განმავლობაში ის თავსი იმედებდა რომ ჩემი შვილის მკვლელი დასჯენ რაც შეეხება ახალ გარემოებას სააპელაციოში მოგახსენეთ რომ 2 კვირის ვადაში მათ უნდა მოგცემ პასუხი მე იმედი მაქვს რომ ეს საეჭვო არ გახდება რომ ეს ნამდვილად არის ახალი გარემოება და განიხილავს და დანარჩენი ჩვენ ახლა არ ვამბობთ აქ თორე სააპელაციო ბოდიში ხო ექსპერტის გარდა ჩვენ სააპელაციოში სხვა ახალი გარემოებებით ჩავაბარეთ გარკვეული მიზეზების გამო ჩვენ ჯერ არ ვახმაურებთ ამას რა თქმა უნდა სასამართლოზე თქვენ შეგეძლებათ მოწმეები რა ზეწოლის ქვეშ იყვნენ და როგორ აძლევდნენ ჩვენებას ეს იხილოთ იქ ეს მოისმინოთ და რა მოტივი ქონდათ მათ როდესაც მათ მამხილებოდ ჩვენება გაქვთ ახალ გარემოებად სულ ცოცხალი დარჩა ერთი მოწმე ნოდარ გვიჩიანი ჩვენ არ ვიცით ცოცხალია თუ არა მან მერე გვარი შეიცვალა უკრაინაში დააკავესო სხვა გვარითო მერე გაათავ მერე თითქოს ფსიქიატრიულში იყო არ ვიცით ჩვენ ამ ცოცხალი მოწმის გამხელა ჯერ ჩვენ არ გვინდა აი სწორედ ამიტომ ვამბობთ რომ სასამართლოში ჩვენ წარვადგინეთ მისი დაკითხვის ოქმიც და რაც შეეხება დიახ ხერკელაძე გარდაცვლილია როგორც მოგეხსენებათ გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას არასდროს არ აღიარებიათ ეს დანაშაული და ორივეს ამიტომაც აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიზილი და სხვა ნოდარ გვიჩიანი რო თქვა რომ აი მე გაგახსნევინებთ ამასო 9 დეკემბერს ამას ამბობს და 10 დეკემბერს ათავისუფლებ მარტო თქმით ჯერ გვიჩიანსაც არ ასახელებენ 500,000 ლარი გირაო შეუფარდეს რომელიც დღემდე რა თქმა უნდა არავის გადაუხდია და ის დაპატიმრებული არც ყოფილა ანუ მან იყიდა თავისუფლება იმიტომ რომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა თვითონ ემუქრებოდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკის გასაღებისთვის მე-7 იყო დაპატიმრებული არ ვიცი თუ კიდე რაიმე შეკითხვები გაქვთ ირმაში ბატონ გელა ის რა მაინტერესებს თვითონ ეს ნოდარ გვიჩიანის შესახებ როგორც ცნობილია ის გარკვეულწილად მის სახელი ფიგურირებდა კახი კალაძის ძმის საქმეში და ეს დეტალი რო და 200,000 მან წაიღო $200,000 მან მოითხოვა და წაიღო აფრასიძეებთან ეს დადასტურებული ფაქტია სადაც 10,000 არ ვიცი სადღაც დაიკარგა არა 10,000 დავტოვდა ხო 10,000 დატოვა უბრალოდ 10,000 აფრასიძეებს რო უთხრა კაი თუ თქვენთან არ არის ის მაინც დაგვეხმარეო და ამ დახმარებაშიო აი 10,000 გიტოვებდო და დანარჩენი ის 190,000 არ ვიცი ახლა უკან დაბრუნდა თუ როგორც კალაძეები ამბობენ არ დაბრუნებულა ხო მათ ჯერათ რომ აფრასიძეებთან დარჩა მნიშვნელოვანი დეტალი იმიტომ რომ აფრასიძეებსაც აფრასიძეები დახვიდეს ანუ უშუალოდ ომეხი აფრასიძეს სწორედ ეს იყო მოტივი მისი მოკლის რომ არ უნდათ რომ იმას ეთქვა სიმართლე ვინაიდან ეს არის დადასტურებული ფაქტი და ძალიან მალე საზოგადოება ნახავს იმ გამოძიების შედეგებს რომელი გამოძიება ამ წუთში თავად პროკურატურაში მიმდინარეობს ეს აბსოლუტურად დადგენილია და პრაქტიკულად შეთანხმებული იყო ის გარემოება რომ გარდაცვლილი ომეხი აფრასიძე უკვე
ბარდებოდა სამართალდამცავებს, მას ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები და ამიტომ არ შედიოდა სპეცოპერაციის ჩამტარებლების ინტერესში მისი ცოცხლად ჩამოსვლა თბილისში, ვინაიდან ის ძალიან ბევრ ისეთ მნიშვნელოვან დეტალს იტყოდა, რაც ბუნებრივია რეალურად ამ დანაშაულის ჩამდენებს არ აწყობდათ. აი ეს იყო ერთადერთი მომტივი. ომეხი იტყოდა იმას, რომ მას არანაირი შეხება არ ჰქონდა აფრასიძე იმის კალაძის გატაცებასთან და მკვლელობასთან, მას არ აუღია ის 200,000 და ასევე გამოძალვაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, რომ მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია გოგინაშვილთან და გოგინაშვილის გვარიც კი არ იცოდა საერთოდ. ბუნებრივია, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს, უნდოდათ, რომ ერთის მხრივ გახსნილად გამოცხადებულიყო კალაძის და გოგინაშვილის მკვლელობა, მეორეს მხრივ კი ამ დანაშაულის ჩამდენები ყოფილიყვნენ გარდაცვლილები, რომ მათ არაფერი არ ეთქვათ, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით ზარზეიმით ჩატარებული მერაბიშვილისა და ადეიშვილის ბრიფინგები, რომ თითქოს მათ გახსნეს აღნიშნული საქმეები და რომ ამოთხარეს მე-18 საუკუნის გვამები და საზოგადოებას უჩვენებდნენ თუ როგორ ამოიღეს კალაძის და გოგინაშვილის გვამები, ყველამ კარგად ვიცით როგორი ტყუილებიც იყო ეს და ეს იყო ის ტყუილები, რომელიც ტყუილებითაც ამ წლების განმავლობაში ყვებავდა ეს ხელისუფლება. არა, ბუნებრივია არ იყო, რა თქმა უნდა. ეს დადასტურდა, რომ იქიდან ჩამოიტანეს 40 ადამიანზე მეტი ადამიანის გვამის ფრაგმენტები, რომლებიც შემდგომ ეს ერთ დიდ ტომარაში ჩაყარეს, ჩაიტანეს ეცერში და ესევე არ მიაბარეს მიწას, პირდაპირ დატოვეს ერთ-ერთ მოსაცდელში, რაც ასევე ძალიან დიდი შეურაცხყოფა იყო. არა, ეს სვანეთში არის. არა, ეს სვანეთს არ უკავშირდება არანაირად. იცით რა, ჩვენ ახლა თემას უხობთ, რომ მე ასევე ჩართული ვარ კალაძის გატაცების და მკვლელობის საქმეში, სადაც ისევ თემასო დავუბრუნდეთ, ვინაიდან დღეს კალაძის არ ეს ახალი დეტალი, რომელიც თქვენთვის ცნობილი გახდა, უბრალოდ ექსპერტიზის როდის მიიღეთ, ანუ როდის ჩვენ ოფიციალურად ჩაგვბარდა მას შემდეგ, რაც განცხადება გააკეთა მთავარმა პროკურატურამ, პროკურატურის წარმომადგენელმა ბატონმა ნიკოლაიშვილმა და ამ დნმ-ის ანალიზის აღმოჩენის შემდეგ მთავარ პროკურატურაში ასევე დაიწყო გამოძიება მტკიცებულებების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით. დაახლოებით ერთი თვე არის ეს უკვე, ჩვენ ამ ერთი თვის განმავლობაში გავდივით გარკვეულ კონსულტაციებს, როგორც ადვოკატები, ასევე მსჯავრდებულები, ჩვენ გარკვეული მოსაზრებები გქონდა, შეგვეტანა თუ არ შეგვეტანა ჯერჯერობით, თქვათ, შუამდგომლობა სასამართლოში, ვინაიდან კარგად მოგეხსენებათ, რომ სასამართლოსა და მმართველ გუნდს შორის ამ ეტაპზე არის გარკვეული დაპირისპირება და ჩვენ არ ვენდობით ბოლომდე სასამართლოს. ამიტომაც იყო, რომ გუშინ ჩვენ გავაკეთეთ გია გვიჩიანის თხოვნით განცხადება, რომ ეს იქნება სასამართლოსთვის ერთ-თავად ტესტი და ამით სასამართლო დაამტკიცებს, ის ნამდვილად არის თუ არა სამართლიანი. ასევე ძალიან მოკლედ შევეხები ბატონ კეკუას, რადგან ბატონმა გელამ გააგრძელა და თქვენთვის რო იყოს ცნობილი ძალიან კარგად, ბატონი კეკუა პირველივე წუთიდან იმყოფებოდა ნიკა ლომინაძის მკვლელობის ადგილას და პირველივე წუთიდან დაიწყო ამ საქმის გაყალბება. ამ საქმის გაყალბება, რომ პირველივე წუთიდან არის დაწყებული, აი ეს ძალიან კარგად ჩანს საქმეში, ვინაიდან საქმეშივეა დადასტურებული, რომ ტყვის გულა არის გამოცვლილი. ამ საქმეზე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა გვიჩიანის საქმის განხილვა, პარალელურ რეჟიმში მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობდა ამ საქმეზე გამოძიება. თქვენ ახლა თუ გჯერათ, რომ კეკუამ თავი ჩამოიხრჩა, ალბათ ძალიან გულუწყვილოები იქნებით, ხო? კეკუას თავი ნამდვილად არ ჩამოუხრჩია, მაგრამ კეკუა იმ დონეზე იყო მისული, რომ ის მზად იყო გამოძიებასთან ეთანამშრომლა და ჩვენ გქონდა გარკვეული ინფორმაციები, რომ ის ითხოვდა ადვოკატებთან შეხვედრას, ანუ გვიჩიანის ადვოკატებთან და ის მზად იყო გარკვეული ინფორმაცია ჩვენთვის მოეწოდებინა თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. და ყველაზე მთავარი რაც იყო, ბატონი ლომინაძის მამა, ბატონი ნოდარი საერთოდ არ დაინტერესდა ისეთი მნიშვნელოვანი დეტალით, როგორიც იყო რუსეთის ჯარების კავშირი ზოგადად EIS-თელასთან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება ძალიან ბევრი მტკიცებულება, არის ძალიან ბევრი კითხვები, რომელ კითხვებზე პასუხები არ არის გაცემული და სწორედ იქ უნდა ეძებონ, მე მგონი, მთავარ გასაღებს თუ რა მოხდა შემდგომ სინამდვილეში. ჩვენ არ ვართ გამომძიებლები, აი რას გულისხმობთ გეტყვით, ჩვენ არ ვართ გამომძიებლები, ჩვენ არ ვართ ვალდებული გამოვიძიოთ სხვის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის საქმეები, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეში არის ძალიან ბევრი დაუზუსტებელი
ინფორმაცია, რომელთან დაკავშირებითაც ქალბატონ ნათია მიქიაშვილს გადაცემა ქრონიკაში ქონდა ძალიან სერიოზული გადაცემა გაკეთებული ჯერ კიდევ პროცესის მიმდინარეობის დროს, სადაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები იყო და სწორედაც რომ ამ ქრონიკაში გასული ამ სიუჟეტის შემდგომ მალევე მოხდა ბატონი კეკუას დაპატიმრება. ანუ როდესაც სადღაც ახლოს მივიდნენ იმ თემასთან, რასაც შესაძლებელია უკავშირდებოდეს აღნიშნული მკვლელობა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ ვართ გამომძიებლები, ამიტომ ჩვენ ვერც დავადასტურებთ და ვერც უარყოფთ, მაგრამ საქმეში არის მნიშვნელოვანი დეტალები, რითაც როგორც პროკურატურა, ასევე ოჯახი პირველ რიგში უნდა დაინტერესებულიყო. თუმცა ამ საქმეში კიდევ არის ძალიან მნიშვნელოვანი ისეთი დეტალები, რომელზეც ჩვენზე მეტად ოჯახი უნდა დაინტერესებულიყო, ვინაიდან მათი შვილი იყო და მათი ოჯახის წევრი იყო გარდაცვლილი, ხო? მეც კონკრეტულად ვერაფერს ვერ ვიტყვი. მე კონკრეტულად გეტყვით სხვა ფაქტზე, რუსის ჯარზე მე უბრალოდ ეს დიდი თემაა და კი ბატონო, ამაზე შეიძლება, მაგრამ ორ აუცილებელ მომენტზე ძალიან მოკლედ გეტყვით. ერთი, როდესაც ბატონი ლომინაძე ამცხადებს, ნოდარ ლომინაძე, რომ მე დარწმუნებული ვარო, მე ახლა ერთ ფაქტს გეტყვით, როდესაც 2002 წლიდან მოყოლებული რამდენჯერმეა ის დაკითხული და მისი ოჯახის ყველა წევრი და ეკითხებიან ვინმესთან რაიმე უთანხმოება ხო არ ქონდა ამ ტერი ხო არ ყავდა ბუნებრივი კითხვაა ხო ესეთ შემთხვევაში გარდაცვლილი ნიკა ლომინაძე სამსახურშია ყოველ დაკითხვაზე ის კატეგორიულად ამბობს არა ის სამსახურის ამბებზე ოჯახში არ ლაპარაკობდა ანუ 2006 წელს როდესაც დააპატიმრეს გიორგი გუჩიანი მან თქვა 4 წლის შემდეგ ხო მე გამახსენდა რომ ესე თქვაო მანო რომ აი რაღაცაში გამოვიჭირეო რაღაც ფინანსურ მაქინაციებშიო და უნდა ვამხილოო გიორგი გუჩიანიო ხოლო წარმოიდგინეთ როგორ შეიძლება 4 წელი არ ახსოვდეს ეს ფაქტი და მე გაახსენდეს და კიდევ ერთი მე დასაწყისი გითხარით სრულიად შეუსაბამობებზე ნოდარ გუჩიანი ამბობს რომ ჩვენო გაგახსენებთ 3 ივლისს გამოდის ციხიდან 13 აგვისტოს ხდება ეს მკვლელობა. დაახლოებით ერთი თვით ადრე მკვლელობამდეო, ჩვენო შეგვიკვეთაო მკვლელობაო, მე შემიკვეთაო და მე კიდე უთხარი ბიჭებსო, ემასო, ჩემიას და სხვებსო და ჩემიაო 2 კვირის განმავლობაშიო აკვირდებოდაო, დასდევდაო, გადაადგილების მარშრუტს სწავლობდაო. ერთი მშობლების ბინა ბახტრიონზე ქონდა და მეუღლის ბინა ზანდუკელზე, ნიკა ლომინაძეს. ტყუილი რო აღმოჩნდა ეს, როგორ იმ დროს ნიკა ლომინაძე საქართველოში არ ყოფილაო 22 ივლისამდე იყო ვენესუელაში და მივლინებით ერთი თვით 24 ივნისიდან 22 ივლისამდე 23 ივლისიდან 11 აგვისტომდე თვითონ ჩემი არ არის თბილისში ის არის უცხოეთში და ეს პასპორტში ჩარტყმული შტამპებით ჩანს როდესაც ამ უხერხულობის მომენტის წინაშე დადგა, მან თქვა, ხო, 2 კვირით ადრე შეგვიკვეთა, 2 კვირაც რო არ ემთხვეოდა, მე საერთოდ მიაფუჩეჩეს და ნიკა ლომინაძე თბილისში და ნიკა ჩემია იმყოფებიან მხოლოდ ერთ დღეს, 12 აგვისტოს. 12 აგვისტოს, ესე იგი, სურათიც არა აქვს მას, არც იცის მისამართი, გადაადგილების მარშრუტი, არაფერი და ის ამბობს რომ 2 კვირას სწავლობდა 2 კვირის განმავლობაშიო ნოდარ ლომინაძე. კიდევ ამბობ, ესეთი შეუსაბამობები ძალიან ბევრია. რაც შეეხება რუსეთის თემას, რუსეთთან დაკავშირებით თელასი რუსეთის არმიას მიაწვდიდა ელექტროენერგიას ისევე როგორც აქ მყოფ რუსეთის არმიის ჯარებს, ზაკოს ჯარებს, სადაც ლაპარაკი იყო ძალიან დიდ თანხებზე, ეგრეთ წოდებულ ლევ თანხებზე, რომლებსაც ისინი ქეშად უხდიდნენ, ასე რომ ვთქვათ. და ის გვერდისავლით შედიოდა ბიუჯეტის და ამ ფინანსებთან ვის ქონდა შეხება ყოველ შემთხვევაში გიორგი გუჩიანს არ ქონია რა ინტერესები გააჩნდათ იქ თელაში მომუშავეებს ჩვენ არ გამოურიცხავთ რომ რუსეთის არმიის მაღალჩინოსნებმა რომლებიც დადგნენ ასეთი მხილების წინაშე თუნდაც ნიკა ლომინაძესაგან შეეძლოთ დაეკვეთათ ეს კვლევა მაგრამ ეს არის ვარაუდი ამის მტკიცებას ჩვენ ვერ დავიწყებთ ეს მხოლოდ გამოძიებამ უნდა გააკეთოს ეს იმაზე ვინ შეიძლება ყოფილიყო მაგრამ კიდევ ამბობ ჩვენ გამომძიებლები არა ვართ ვინ შეიძლება რომ არ ყოფილიყო მკვლელი ეს არის ჩემია ნიკა ჩემია და გიორგი გუჩიანი ამას ადასტურებს საქმის მასალა ჩვენ უკვე მივმართეთ გუშინ შევიტანეთ სააპელაციო სასამართლოში და ეს ტელევიზიებითაც გაშუქდა